ის კომპანიები, რომლებიც არ მოერგებიან ახალ რეალობას, ბევრად ჩამორჩებიან იმ კომპანიებს, რომლებიც უკვე განიცდიან ტრანსფორმაციას. დღესდღეობით დარწმუნებული ვართ, რომ ვერც ერთი კომპანია ვერ გადარჩება, თუ კი საკუთარ ბიზნესის სტრატეგიაში არ დანერგავს ეკოლოგიურ კომპონენტს. სოფლიოში ყველაზე დიდმა გარემოს დაცვითი ანგარიშების პლატფორმამ თავისი არსებობის მეოთხედი საუკუნე ახლახან პარიზში აღნიშნა. ამ ღონისძიების მთავარი გზავნილი ასეთია. დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში კლიმატისა და გარემოს დაცვის შესახებ არსებული მონაცემები ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. დღეს მდგომარეობით CDP-ის პლატფორმის საშუალებით მსოფლიოს 1000-ზე მეტ ქალაქში მოქმედი 22,000-ზე მეტი კომპანია აქვეყნებს მაჩვენებლებს, თუ რა გავლენა აქვს მათ წარმოებას გარემოზე. CDP-ის მსგავსი ანგარიშების პლატფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. იგი გეხმარება შეაფასო თუ სად გახარ. ყოველ წელს ახალი კითხვა ჩნდება, რომელიც გვეხმარება ვიყოთ უფრო ამბიციურები და უკეთესები. ამ მექანიზმის წყალობით უკეთ ვაზროვნებ, როდესაც ვცდილობ, რომ შენი ბიზნესის ზრდა ჰარმონიაში იყოს გარემოსთან, უფრო საზრიან გადაწყვეტილებებს იღებ. კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი დანაკარგი ბიზნესს აიძულებს სწრაფად შეიცვალოს. ნებისმიერი ბიზნესი რაღაცით მაინც არის ბუნებაზე დამოკიდებული. დამოკიდებულია წყალზე, სუფთა ჰაერზე, ჯანსაღ და მყარ ნიადაგზე. და თუ ეს ყველაფერი გადაგვარდა, გაქრან გაძვირდა, აუცილებლად უარყოფითად აისახება ბიზნესზე. ამიტომ ძალიან მარტივია დასკვნის გაკეთება, რომ იმას, რაც გვჭირდება, მუდამ ერთ ფასში ვერ მივიღებთ. CDP-ის ბოლო კვლევის მიხედვით ის კომპანიები, რომლებიც გარემოს დაცვაზე ზრუნავენ, უფრო კონკურენტუნარიანები არიან. ევროპის წამყვანმა კომპანიებმა, რომელთაც ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს, ბოლო 12 თვის განმავლობაში თავიანთ კონკურენტებთან შედარებით 60%-ით შეამცირეს მავნე გამონაბოლქვის მოცულობა, რის შედეგადაც 67 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური სარგებელი მიიღეს. მაინც რატომ ასაჯაროებენ კომპანიები მონაცემებს? ეს კითხვა ალბათ ყველა ჩვენგანს უჩნდება. კომპანიები ასე იმიტომ კი არ იქცევიან, რომ მოსწონთ ეს მონაცემები, არამედ იმიტომ, რომ დაარწმუნონ მომხმარებელი, რომ სწორედ მათთან ღირს თანამშრომლობა და მათ კომპანიაში ინვესტიციის ჩადება. ეს არ არის ტვირთი, ეს არის სარგებელი, რომელიც აუცილებელია ბიზნესის გასაგრძელებლად. CDP-ის კორპორატიული სიჯანსაღის ბოლო რეიტინგის მიხედვით, ევროპა მსოფლიო ლიდერია. აქაური კომპანიების 16% უკვე წამყვან პოზიციაზეა კლიმატთან თავსებადობის კუთხით, რითაც ევროპა ცოტათი უსწრებს აზია წყნარი ოკეანის რეგიონს. ვიხარია, რომ ევროპა და აზია წყნარი ოკეანის რეგიონი ფაქტობრივად მხარდამხარ მიდიან. ამერიკის შეერთებული შტატები ბევრად ჩამორჩება, თუმცა მონაცემები ჯერ კიდევ შემოდის. ევროპაში სულ უფრო მეტი საპენსიო ფონდი ხდება მეტად მომთხოვნი. ისინი გვაიძულებენ უფრო ეფექტიან დავაკვირდეთ კომპანიებს და უფრო მკაცრად მოვთხოვოთ გაასაჯარონ საკუთარი ბიზნესის კლიმატური სტრატეგია. და ეს დადებითი მოვლენაა. ჩვენ როგორც ჩვენ ინდუსტრიის ლიდერს პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მთელი ჩვენი ეკოსისტემა ჩავთოთ ამ პროექტში. მაგალითად, ჩვენს წამყვან მომწოდებლებს ვთხოვთ შევერთდნენ CDP პლატფორმას და გამოვაკლონ საკუთარი მონაცემები, რათა შეგვეძლოს მათი CDP რეიტინგის პროგრესის განსაზღვრა. ამ ღონისძიების მონაწილე კომპანიების მომავალი ნათელია. ბიზნესი, რომელიც შეძლებს მოერგოს ახალ რეალობას, წარმატებული იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩემი აზრით იმაზე კი არ მსჯელობ თუ რატომაა საჭირო ადაპტაცია, არამედ როგორ უნდა მოვახერხოთ ეს, როგორ უნდა წავიდეთ წინ უფრო სწრაფად, როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები და მონაცემები. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებიც საკმარისად სწრაფად და გასაგებად არ მოქმედებენ. ჩვენ უნდა შევხედოთ მდგრადობას არა როგორც ვალდებულებას, არამედ როგორც სტიმულს, რომელიც ხელს გვიწყობს დანერგოთ მეტი სიახლე, გავხდეთ უფრო ძლიერი. ის გვიხსნის ახალი შესაძლებლობების გარს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს არაკომერციული ყოველწლიური ევროპული დაჯილდოება კონტინენტზე ბიზნესის გამჭვირვალობის ზრდას ემსახურება. 25 წლის წინ კლიმატთან დაკავშირებულ მონაცემებს საერთოდ არავინ აქვეყნებდა. ასე რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში CDP მხოლოდ იმ კომპანიებთან კი არ თანამშრომლობდა, რომლებიც გარემოს დაცვის ეკოსისტემაში არიან ჩართული, არამედ მათთანაც, რომლებიც მიეკუთვნებიან ფინანსურ, ეკონომიკურ პოლიტიკის განმსაზღვრელ ეკოსისტემებს. ჩემი აზრით, უნდა ვიამაყოთ. უკვე მეოთხედი საუკუნეა, რაც CDP დგას იმ პროგრესის სათავეში, რომელიც უფრო მდგრადი მომავლის შექმნას ემსახურება.